როგორ ხართ? სალამი დილამშვიდობის, როგორ ახართ? ტყუილა მიგზავნით ამ რაღაც თხოვნას ვერ დაგიმატებთ. Bonjour. Rodanish orda 178. Salami, ყველას მოგესალმებით. რაზე ვიჭორაოთ დღეს დილით? თქვენი აზრით რაზე უნდა ვიჭორაოთ? ძალიან დაბერებული ვარ. კილოს რაც შეხება გააჩენ ხან 66, ხან 64. 69-მდეც ავსულ ვარ, მინდა გითხრათ. ეხლა განსაკუთრებით, როდესაც პარიზული ვოიაჟის მერე, როდესაც ჩემს თავს უფლება მივეცი, რომ ყველაფერი მეჭამა. ეხლა დავიწყე სხვათა შორის რომ იცოდეთ ის არა ქვია მიღება ცევით ამ იქ შევინახოთ ეხლა დავიწყე მიღება ახალი საკვების ქვია ესე ზოგადად რამდენად ხშირად იწერთ ხოლმე საკვებს ესე როდესაც მოაქვთ და სწორი კვებისთვის ბალანსისთვის მაგას იყენებთ მაგრამ მე საქართველოში ვერასდროს ვერ შოულობდი აი ვერასდროს ვერ მოვიპოვე სტაბილურად გემრიელი ანუ რაღაცნაირად თავიდან თითქოს რაღაცა ძალიან კარგია და მე ხოდა რაზე საუბრობდით? საუბრობდით რამდენად ხშირად გამოგანო თუ გამოგიყენებიათ მაგალითად გამოძახებული საჭმელის სწორი კვების დროს. გაქვთ ეგეთი პრაქტიკა? და რომლით ხართ კმაყოფილი? საქართველოში რითი ხართ კმაყოფილი რომ მითხრათ რა თქმა ტოლი დავბლოკა და აი რომელი გამოძახებით? რას გულისხმობთ ეს რა არის შევერიკო რაზე მისვამ ჩაკითხვას? კი თბილისში ვარ. თბილისში ტყუილა რა? ტყუილა რო არ ვიყიდე ნიუ-ნორდიკი კარგიაო რომელი ნიუ-ნორდიკის რომელი გინდათ მითხარით? მე ნიუ-ნორდიკის ვსვამდი ტკბილის და აი რაღაცა ტკბილზე მოთხოვნილების გამქრობი გინდათ თუ რომელი გინდათ? თმის რეკლამას რომ აკეთებდით ჯერ არ დამიწყია სმა. ჯერ არ დამიწყია სმა, მაგრამ თავიდან ბოლომდე შემიძლია ნიუ-ნორდიკს გაუწიო რეკომენდაცია. 35 წლიანი ბრენდია, წარმოიდგინეთ, ევროპის 40 ქვეყანაში არის და მის ხარისხიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ნიუ-ნორდიკის სხვა საკვებდანამაც ვსვამდი და ვიცი ზუსტად როგორი ეფექტური იყო, შემიძლია გითხრათ, რომ თმის ცვენა რა არის? თმის ცვენა არის ის, რომ უნდა ორგანიზმს მიაწოდოთ ბიოტინი. ბიოტინის ნაკლებობა თუ ახლა ეს არ არის ტკინა დეფიციტური, თუ არ არის სტრესული და ასე შემდეგ და შესაბამისად აქ არის საუბარი იმაზე, რომელი კომპანია უზრუნველყოფს ხარისხიან საკვებდანამატს. ანუ ჩვენ რომელ კომპანიას უნდა ვეინდოთ? ახლა მე მაგალითად საკვებდანამატები მაქვს, რომლისმაც დავიწყე. სხვა
სხვადასხვა კომპანია ყველა, იმიტომ რომ რატო ყველა კომპანიას ვენდობი, რომ ხარისხიან საყვებ დანამატს წარმოქმნის და წარმოშობს. ზუსტად ეგრეა New Nordic-ის შემთხვევაშიც. New Nordic-ი თვითონ არის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის, სერტიფიკატების მქონე, დიდი გაწლების, გამოცდილების მქონე კომპანია. ამიტომ New Nordic-ი ყველა შემთხვევაში ისეთ პროდუქტს შექმნის, რომელიც იქნება ძალიან ეფექტური, მიხვდით? აქ ამაზეა საუბარი. ანუ ეს უნდა იცოდეთ რა. რომ შექმნას ხარისხიანი საყვებ დანამატი. და New Nordic-ი ამის განატიას თქვენ გაძლევთ. ხო ხვდებით რას გიხსნით? თავისი კომპანიის ბრენდიდან გამომდინარე, იმიჯიდან გამომდინარე. სანი გადი აქეთ. სანი გადი. გადი. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. შეძლო შესამოთ დამიდოთ. უღრმესი მადლობა ბედნიერი დღე. ეხლა ეს ყველა შემთხვევაში გადმომეყარებოდა ალბათ. ანუ ხალხმა ნანულას რომ წერთ მართლა გგონიათ რა იმ დღეს რო ვიხუმრე რომ რეაქცია მაქვს თქვა და ნანულას რომ იძახეთ ხო მართლა გგონიათ რომ სერიოზულად თქვი რამე და თქვენ გგონიათ რომ ნახეთ დიეტაზე ვარ და ნახეთ რა მომიტანეს გჯერათ ანუ დიეტაზე კი არა სწორყვებაზე ვარ და შეხედეთ რა შედის ჩემს სწორყვებაში დღეს როგორ არ გავჯიშდეს ახლა ასევე სალატი რომელიც არ გაგიკვირდებათ ასევე ჩემი საყვარელი ჩია და ოპა ეს ჩემს მეგობრებსაც დავპატიჟებ ნახეთ რა გემრიელია 2 ბოსტნეულის კაბაბი მაგრამ მინდა რომ ეს განახოთ განსაკუთრებით ეს შედის დღეს ჩემს დიეტაში ასევე ნუ ეს ჩია ჩემს საყვარელი ჩია და სალათიც აი სალათი მეც მიყვარხარ ძალიან თქვენი აზრით ეს რაღაც ფილტრი როა ეხა აქ რაღაცნაირი როგორ უნდა მოხსნა როგორ იხსნება ეს ფილტრი თქვენი აზრით ეს აშკარად არ არის ჩემ ბუნებრივი სახე რაღაცა სახეზე მამუქებს ხო და როგორ უნდა მოხსნა თქვენი აზრით ეს ფერმადოს სახაზე ნორმალურია თქვენ აზრით ეს ფილტრები რაღაც ძალიან ტრენდია ხო უბედურებაა ჩემი აზრით მეცადეთ ერთი უნდა ვნახო